სინამდვილეში ვერც ერთი ხელისუფლების მაღალჩინოსანი ვერ დადებს ვერანაირ ოფიციალურ დოკუმენტს, სადაც საერთაშორისო ორგანიზაციას აქვს დაყენებული მოთხოვნა ან ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების, ან რაიმე მსგავსის, რასაც ეს ტყუილი კარგად მუშაობს და ხალხს ჯერა რეალურად ამის. იმიტომ რომ ხელისუფლების მაღალი ეშელონებიდან მოდის ეს პროპაგანდა, ვრცელდება ვირუსულად, პრაქტიკულად, იმიტომ რომ ვინც არიან ასე ვთქვათ დასაქმებულები საჯარო სამსახურებში, მათ პირდაპირ დავალებები აქვთ გააზიარონ, თქვათ, პრემიერის სიტყვები, გააზიარონ პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვები, გააზიარონ რომელიმე კომიტეტის თავმჯდომარეების სიტყვები და შესაბამისად, როდესაც მსგავსი გაზიარება ხდება სოციალური ქსელების საშუალებით, საკმაოდ დიდი რაოდენობის ადამიანი იჯერებს, ვინაიდან ისინი არიან ხელისუფლების წარმომადგენლები და გარკვეული ნდობა ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ ასე თუ ისე ჩნდება. ის პირი შეიძლება სულაც არ მოგწონდეს, მაგრამ რადგან ამას გვეუბნება ხელისუფლება, რომ აგერ მე ევროპა მთხოვს ამას და თვითონ არ მიუწვდება ხელი ამ დოკუმენტზე, რომ ნახოს მართლაც თხოვს თუ არა ევროპა აყენებს თუ არა ამ მოთხოვნას, შესაბამისად გვჯერებს იმას, რასაც აწოდებენ სოციალური ქსელებით იქნება ეს და ტელევიზიებით იქნება ეს, ხო? ანუ საზოგადოებისთვის მინდა დავამატო, რომ ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანაში არსად არ წერია, რომ დაშვებული არის ერთსქესიანთა ქორწინება. ბევრი ქვეყანა გვაქვს ესეთი, ხო? ეს არის აბსოლუტურად თავისი ქვეყნის შიდა გადაწყვეტილება, დაუშვებს ამ ქორწინებას თუ არ დაუშვებს. ამისი მოთხოვნა ევროკავშირის ვერ ექნება ვერც ერთი კონკრეტული გარდა ადამიანის უფლებების დაცვისა. შესაძლოა უბრალოდ მოთხოვნა არის ასეთი რეალურად დაცული იყოს უმცირესობების უფლებები. იქ სექსუალური უმცირესობებიც კი არ არის დაკონკრეტებული. შეიძლება იყოს ეთნიკური უმცირესობები. შესაძლოა მხოლოდ უმცირესობები წერია. ანუ ჩამონათვალი არ არის ეთნიკური, რელიგიური და ასე შემდეგ. დაცული იყოს უმცირესობების უფლებები. იქ არავინ არ გეუბნება ესენი დაქორწინდნენ, არ დაქორწინდნენ და ასე შემდეგ. არავინ არ უარყოფს, არც დარწმუნებული ვარ ოპოზიციაში და არც სამოქალაქო საზოგადოებაში, რომლებიც მტრად გამოაცხადეს და მთელი თავიანთი ფუნქციონირების მანძილზე მხოლოდ იმისთვის მუშაობდნენ, რომ ქვეყნისთვის რამე ეკეთებინათ და ხალხისთვის რაიმე სარგებელი მოეტანათ. არსა და არავის არ უწერია და არავინ არ იძახის, რომ ხალი არ არის და კაცი არ არის, ხო? ეს არის იმდენად აბსურდული თემა, შემოგდებული თემა, ისევე როგორც სექსუალური უმცირესობების თემა, ასევე რელიგიური თემა, ან იყენებენ ისეთ თემებს, რომელიც ადამიანებისთვის არის სენსიტიური და რეალურად საინფორმაციო და მანიპულაციური ომი ხდება ზუსტად ამ ტექნიკებით.